მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსწრობენ, მე ასტროლოგი ტელეზაყვანი მიხეილ ცაგალი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ პატარა ახლა ტექნიკური შეფერხება გქონდა, ამიტომაც დავაგვიანეთ სადღაც 17 წუთი, მოდის გიხდით ამისთვის და რაც თვარია, შევხვდით კვლავ ერთმანეთს. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია რომ კარგად დაისვენეთ, მეც მეტნაკლებად ასე ვთქვათ დავისვენე, გავმაგრდი ენერგიით აღვივსე და მზად ვარ რომ ახლა უკვე გემსახუროთ და ოპერალის სკოლისა აუნიშნოთ რომ ესე იგი დავიწყეთ ახალი სეზონი და იმედია რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია იქნება ასტროლოგიური ოპერალის სკოლისა და არა მარტო ასტროლოგიური, საერთოდ სამყარო იცვლება, რადიკალურად იცვლება და დიდი ცვლილებებია მოსაოდნელი და ამაზე რასაკვირველია ამას თემებსაც შევეხებით თანდათან. ახლა უმთავრესი არის რა, რომ გავარკვიოთ როგორ იქნება ახლა ეს კვირა, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, იმიტომ რომ დაგვირგვინდება იგი მზის დაბნელებით, ურთულესი დღით და ამაზე მინდა ესე გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ახლა მოდით ასე ვთქვათ, რომ პირველ რიგში ესე იგი ვისაც აქვს განზრახული პირადი ჰოროსკოპის გაკეთება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ესე იგი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ივლისის ბოლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ამ თემას, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე მაყურებლების გარკვეული კატეგორია ამ გადაცემას ბოლომდე არ უყურებს და მოგეხსენებათ, მე სწორედ ბოლოში ვაცხადებდი ჩვენ საკონტაქტო ტელეფონს პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით და მე ეს ადამიანები თურმე წვალობდნენ და მე შემთხვევით საიდღანას გაიგებდნენ ტელეფონის ნომერს და ამ დროს ყოველ გადაცემაში ამას ვაცხადებთ. ამიტომ მათთვის, ვინც ესე იგი ბოლომდე არ უყურებს ამ ჩვენს გადაცემას, იგი განსაკუთრებით მათ გასაგონად მინდა აღნიშნო, რომ შევეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 5999152 თუ თქვენ გსურთ პირადი ჰოროსკოპის შედგენა და ამ შემთხვევაში რასაკვირველია უკვე შევადგენთ თქვენს პირად ჰოროსკოპს, გვექნება ჩვენ უშუალო შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს რასაკვირველია გაერკვევა ბევრი საინტერესო ნიუანსი დაკავშირებული თქვენს კარმულ, ასე ვთქვათ, გზასთან, ინფორმაცია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი უცხოეთთან დაკავშირებით, ალვოსთან მიმართებაში, პარტნიორ ურთიერთობებთან, ასევე იქნება ინფორმაცია და უშუალოდ მინერალებთან, ქვებთან, ნუმეროლოგიური პრინციპები და ბევრი სხვა ინფორმაცია, ერთიც იქნებით თქვენ გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდება იმ ადამიანებთან, ვინც სიუხვდნენ ჩემთან და მე მათთან კონტაქტი მრჩება კიდევ ამ საუბრის შემდეგ და რასაკვირველია ვიცი უკვე როგორ წარიმართა შემდგომი მათი ასე ვთქვათ ბედიღბალი, ის სამოცანები როგორ გადაწყვიტეს, რომელიც მათ ჰქონდა წინ და ეს მნიშვნელოვანი საკითხები. ახლა ოპერალის სკოლისა მოდი აღნიშნოთ რა ტენდენციები აქვს ამ კვირას. პირველ რიგში ჩემი თხოვნა, ესე იგი ამ კვირის განმავლობაში კვირა მოდით გავყოთ ორ ნაწილად, ხო? ესე იგი ეს არის კვირა, რომელიც 18 რიცხვამდეა და 18 რიცხვის მერე. და ხა რატომ აინამეც ორ ნაწილად? საქმე იმაშია, რომ დედამიწა ჯერ აიყოფება პოზიტიურ ენერგო ველში. 18 რიცხვამდე და ამიტომ ეხლა პერიოდი კარგია. კვირის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ. მიხვდეთ იმის, რომ ამინდიც ფრეა, ცვალებადია და არასტაბილურია, მაგრამ ეს დაკავშირებულია დედამიწის შესუნთქვა გამოსუნთქვის რითმთან, მოგეხსენებათ სწორედ სექტემბერ-თებერვალშია ეს რითმი და დედამიწა ცოცხალი არსებაა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მას თავისი ენერგო ველი აქვს, საიცოცხლო ენერგია აქვს და ეს ყველაფერი იზომება შუმანის შკალის მეშვეობით ჰერცების ერთეულში და აქ ესეთი სუნთქვის რითმი და ამიტომ ტრადიციულად ეს პერიოდები, იგივე სექტემბერი და თებერვალი დაკავშირებულია მოულოდნელ ამინდის ცვლილებებთან, რაც სწორედ ეს შესუნთქვა გამოსუნთქვის რითმთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ესე იგი 18 რიცხვამდე გეომანტია დედამიწისა პოზიტიურია, მეტნაკლებად იგი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებაც ვაწარმოოთ, ზოგიერთი იდეა განვახორციელოთ, მიუხედავად ამ ამინდის ცვალებადობისა და ასე შემდგომ, აი 18 რიცხვიდან კი იწყება მეტად რთული პერიოდი, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ ვახლოვდებით მზის დაბნელების დღეს, რომელიც კვირას გველოდება 21 რიცხვში და ვიყოთ ცოტა ფრთხილად ყურადღებით, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი გაცილებით უფრო რთული მეორე ნახევარი კვირის. ამიტომ გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი პროექტები, გაქვთ რაღაც მოლაპარაკების წარმოება, გინდათ რაღაც მნიშვნელოვანი დაუშვათ საკითხები, მგზავრობა, მოგზაურობა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, მოლაპარაკება და ეს ყველაფერი უმჯობესია პირველ ნახევარში.
18 რიცხვამდე. 18 რიცხვის მერე უკვე გადავდით უფრო მშვიდობიან რიტმზე, ან დაუშვათ აი წინა პერიოდში დაწყებული საქმე, მერე უკვე მშვიდად გააგრძელებთ. აი ეს იქნება ესეთი მოქმედება უფრო უპრეიანი და უფრო მეტად წარმატებული. ეხლა აღნიშნოთ რომ ეს ზოგადი ტენდენციები რადგან გავითვალისწინებთ იმედი ამას, ეხლა აღნიშნოთ რომ თალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის რა მოვლენებია მოსაოდნელი, რა ტენდენციებია მოსაოდნელი და აი ამაზეც ცხადია ამას შევეხებით აუცილებლად. ნუ პირველ რიგში დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშნით. ვერძებო, როგორ იქნება შემდეგი კვირა, ანუ 15-21 სექტემბრის შუალედი თქვენთვის. ნუ, როგორც აღნიშნეთ, უკვე პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესია, თორე აქ პოზიტიური შანსები უდაოდ გვაქვს და აღნიშნეთ, რომ აქ მოლაპარაკებებისთვის მაგალითად კარგი პერიოდი. აქ შეიძლება რთულ საკითხებში, გინ სახლში, გინ სამსახურში მეტად კომპრომისებს მიაღწიოთ. თუმცა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დათმობაც მოგიწიოთ, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი არის ცუდი, თუ რაღაც პრობლემები ქონდა ჯანმრთელობას, მათი გამოსწორების გზებსაც იპოვით. და ამ ხრივაც ეს პერიოდი უდაოდ კარგია. მეორე ნახევარი კი ცოტა უფრო რთულია. რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად ქონდა ძველი პრობლემები, ძველი შეცდომები, დაუშვათ ვალდებულებები, ან გადაუხდელი ვალები, აი ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო მეტად სწორად ეჩინოს თავი უკვე 18 რიცხვის მერე. და ეს პერიოდი გაგრძელდება უკვე 18 რიცხვიდან დაახლოებით 25 რიცხვამდე. რთული, შედარებით რთული, როცა დედამიწა ორგულტიან გოველში შედის და დაძაბავს საერთო სიტუაციას. აქ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობასაც ჭირდება ყურადღება. 18 რიცხვიდან უკვე კამათისადმი მიდრეკილება მატლობს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, ამ თემის ტენდენციებიც აქაც ეჩვენა მეტად თავს და ეთხოვენ მეტ ყურადღებას თქვენი მხრიდან. და ამ შორტის იცომეს ეს პერიოდი, რომ ისოობისას მაგათებად ზოგიერთ თქვენ საქმეში, იდეაში, პროექტში კორექტივების შეტანა. და ეს ტენდენციები უფრო მეტად იჩენენ, რაც გვქვია კვირის მეორე ნახევარში. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებლების პირველი ნახევარი თქვენთვისაც საკმაოდ კარგია. აქ ფრიად ეფექტურად მოქმედებთ ენერგოტონუსი, მაღალია ჯანმრთელობა მდგრადია, მიზიდულობა შარმი მაღალ დონეზეა, კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება მოგებიანია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ორგანიზატორი ერთიორად გაუმჯობესებთ თქვენს ავტორიტეტს გაზდით, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმოქმედებთ. და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომ სოუბისას მაგალითად კარგია ეს პერიოდი რომანტიკული კავშირებისთვის, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალბი ან ძველი ურთიერთობების ამაღლებისათვის. ეს ის პერიოდი, რომ სოუბისას შეიძლება შეცვალოთ გარეგნული იმიჯი, გარეგნული ასე ვთქვათ თქვენი შეიძლება ასე ვთქვათ ტანსაცმელი ან ვარცხნილობა და ჩაცმის დაუშვათ კულტურა და ასე შემდგომ. და სხვა შორის შვილებთან ურთიერთგაგება. მაღალია ბავშვებმა შეიძლება სხვა შორის რაღაც სასიკეთო ცვლილებებით დიდი სიხარული შემოიტანონ თქვენ ცხოვრებაში. აი ეს ტენდენციები უკვე მეტად იჩენენ თავს ზოგადად პირველ ნახევარში, მაგრამ მეორე ნახევარში 18 რიცხვიდან უკვე ცოტა ყურადღებით ვიყოთ. ენერგოტონუს არაფერი არ უჭირს, ჯანმრთელობა მდგრადია, ისევ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ, მაგრამ დაძაბულობა მოემატებს საერთოდ თქვენს ირგვლივ. განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება, როგორც პირად, ასე ბიზნეს საქმიან პარტნიორებს. სადაც მაგალითად პარტნიორებმა შეიძლება შეგახსენონ ძველი შეცდომები და ამაზე გამახვილონ ყურადღება, რაც ნეგატიურ დახს დაასვავს მაგალითად თქვენს ავტორიტეტს. აი ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით თხილად, რათა მეორე ნახევარი უფრო დაძაბული არ იყოს, იმიტომ რომ მithumetes აქ ჩვენ გვაქვს მოგეხსენებათ მზის დაბნელება, დაბნელების დროს ზოგიერთ უბნელდება ტვინი, აფრიათ არაადეკვატურად მოქმედებენ, ამიტომ კვირის მეორე ნახევარი უფრო დაძაბულია და უფრო მოდესო ვთქვათ არაადეკვატურია, შეიძლება ესე ვთქვათ, ამისთვის უნდა იყოთ მზად. უპების ზოდიაქოს რაც შეეხება პირველ ნახევარს უკვე გაცილებით უკეთესი აქვს, შეიძლება იღბლიანი პროექტებიც იპოვოთ და სარფიანი, გახვიდეთ კონტაქტზე საჭირო ადამიანებთან ურთიერთობების კუთხით, აი ასე ვთქვათ, დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს, თორმეტის ფინანსური კუთხით პერიოდი არ იქნება ცუდი, გონება მახვილობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, აქ შეგიძლიათ არასტანდარტულად გადაწყვიტოთ ესა თუ ის პრობლემა და ხშირად ინტუიცია ძლიერია, რომელს მეშვეობით გზნობთ, როგორ ჯობია უკან დახევა, ან დაუშვათ საიჯობია გადახვევა და ასე შემდგომ, რაც იქნება საკმაოდ კარგი და წარმატების მომტანებს. შორის კოსმეტიკური რემონტი ან სახლში საკულტურო საკითხების გადაწყვეტა, ლამაზი დიზაინის შექმნა, ამის ტენდენციები პირველ ნახევარში კვირისა უდაოდ არის. მეორე ნახევარში უკვე 18 რიცხვიდან უკვე აქ ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ აქ დაძაბულობა, კონფლიქტურობის ტენდენცია განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორებთან, თუმცა შეიძლება ბიზნეს და საქმიან პარტნიორებთან, რაც მოიმატებს.
ფინანსური დანაკარგების, არასწორი კაპიტალ დაბანდების, არასწორი ფულის ხარჯვის ტენდენციები მოემატებს, რაც რასკვლელია ფინანსურ დახს პრომეტად დაასვავს ამ ნიშნის ცხოვრებას. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესია, მათ შორის კარგი ინფორმაციის მისაღებად, სწავლისათვის, აქ შეიძლება გააკეთოთ საერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, გაუმჯობესდეს ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართებაშიც კი და ასე შემდგომ, მაგრამ მეორე ნახევარში უკვე კვირის 18 რიცხვიდან აქ შეიძლება სირთულეები იყოს უფრო მეტი. აი დავუშვათ თუ პირველ ნახევარში კარგია საზოგადოების წინაშე გამოსვლები და ასე შემდგომ მეორე ნახევარში მაგალითად მოლაპარაკება შეიძლება ვერ წარმართოს ისე როგორც თქვენ ეს სურთ. ან იყო რაღაცა დავუშვათ მოლაპარაკება და ეს ყველაფერი აღარ წარმართება მეორე ნახევარში ისე როგორც თქვენ ეს გსურთ. სხვა ბიუროკრატიულმა პრობლემებმა კვირის მეორე ნახევარში შეიძლება მეტად იჩინონ თავი. აქვე გაითვალისწინეთ რომ შეიძლება გართულდეს ურთიერთობა კვირის მეორე ნახევარში ხელმძღვანელ პირებთან, ამას დაძაბულს უფრო მეტად ურთიერთობა და ასე შემდგომ. ამიტომ პირველი ნახევარი მეტად უწყობს ხელს თქვენი გავლენის სფეროს გაფართოებას, ავტორიტეტის ზრდას, მეორე ნახევარი ნაკლებად დაუშვათ ისიც რომ მეორე ნახევარში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს თქვენი არაერთი გეგმა. და ამით უმეტეს რადგან ჩვენ გვაქვს 21-ში კვირას ახალმთვარეობა და ერთდროულად მზის დაბნელება, ნუ აი კერჩხიბები საკმაოდ რთულად იტანან ესე დღეს. და მათ შორის განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება, ამიტომ ეცადეთ რომ აი უკვე რაც მეტად მივახლოვდებით 21 რიცხვს, მეტი თავდაჭერა, მოთმენება, წინდახედულობა გმართებ და არავითარ კონფლიქტებში ეცადეთ აქ არ გადაერთო და გავვრთხელდით ცოტა საკუთარ ჯანმრთელობას. რადგან ესე იგი თვითონ ეს 21 რიცხვი და მზის დაბნელება ხდება ქალწულის ზოდიაქოში, მოდით ავუშვით რომ ქალწული პირველ სკოლის მართავს ჯანმრთელობის ზონას და განსაკუთრებით ნაწლავთა სისტემას. ამიტომ ყველას უკვე ეხება ეს ამბავი რომ 21-ისკენ რაც მეტად ახლო მივოთ, ანუ უკვე 20-21 ვიღავით ყურადღებით. არა მარტო საერთო ჯანმრთელობის მიმართ, რომელიც შეიძლება გაუარესდეს, არამედ განსაკუთრებით მოწამლების ტენდენცია მოემატებს, რომ ნაწლავთა სისტემა ძალიან მძაფრად რეაგირებს და აქ ასევე 20-21-ში თუ განსაკუთრებული შემთხვევები არ არის, უჯებესია მოერიდოთ ექიმთან ვიზიტს. და რომ საექიმო შესწავლების ტენდენცია იქნება 1-2-რად მაღალი. აი ეს ტენდენცია უკვე ყველას ეხება და ესეც გავითვალისწინოთ, მათ შორის კერჩხიბებს. რაც შეეხება ლომის იმპერატორთან ნიშანს, ნუ მაგალითად 18 რიცხვამდე პერიოდი ნამდვილად კარგია. თუ აქ შეგიძლიათ საინტერესო იდეების რეალიზაცია, მოლაპარაკებების წარმოება, საინტერესო ადამიანების გაცნობა, საქმეების მეტად სწორად წარმართვა, გონებამახვილობა საკმაოდ მაღალი ახალ ტენდენციებს, ახალ წინადადებებსაც მიიღებ და თანამედროვე რეფორმატორულ ტენდენციებსაც უფრო სწორად მიუდგებით და უფრო სწორად გაიგებთ. ასევე შეიძლება მოულოდნელი მატერიალური შემოსავალი იყოს აქ სხვა მაგალითად წარმატებები, მაშინ ლატარეების კუთხე და შემდგომ ან კომპენსაცია მიიღოთ ადრეული საქმეებიდან გამომდინარე. ერთადერთი ესე იგი აქ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კვირის მეორე ნახევრის მიმართ. რატო? იმიტომ რომ თუ თქვენ რაღაც საზოგადოებრივ ფინანსებთან გაქვთ ურთიერთობა, აი ეს შესწავლის დაშვების ალბათობა რა ემოციონების ტენდენცია მოიმატებს და უშუალოდ ისიც რომ ვიხოთ იმისა რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ იქნებთ რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, მატულობს და ამიტომ თვითარწმენას ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება საგრძნობად დაიძაბოს. აქ შეიძლება იყოს აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, წარმოდგენილი ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაძაბას ურთიერთობას და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტებიც გამოიწვიოს. კვირის მეორე ნახევარში მაქსიმალურად მოვერიდოთ ფინანსურ კაპიტალ დაბანდებებს, ინვესტიციებს და ზედმეტ ხარჯს. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ნუ ჯერჯერობით მზე გადის ქალწული ზოდიაქოს ნიშნავს და ამიტომ მაინც ყველაზე წარმატებული ქალწულია. მაგრამ რასკვლელია 20-21 რიცხვები თქვენგან ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ მე უკვე აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაბნელება 21 რიცხვში მზისა ჩვენ გვაქვს სწორედ ქალწული ზოდიაქოში. ამიტომ 20-21 ქალწულებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ. არავითარი კონფლიქტები, არავითარი პროვოკაციებზე აყოლა, არავითარი აქ საქმე და გარჩევა, ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება იქამდე, კი პირიქით. რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ. აი განსაკუთრებით პირველი ნახევარი კვირისა ძალიან წარმატებულია და აქ პარტნიორულ დახმარებასაც იღებთ. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ძალიან კარგი, ახალ ბიზნეს პროექტებში შეიძლება ჩაერთოთ, ახალი პერსპექტიული პროექტები შეიძლება გამოჩნდეს და ასე შემდგომ.
და თან არის თქვენში მოთმენება, არის თანმიმდევრული მოქმედება, რაც ხელს უწყობს წარმატებებს, რაც უკვე აღარ იქნება კვირის მეორე ნახევარში. 18 წლის მერე უკვე მოთმენებაც ისეთი აღარ არის, თანმიმდევრულობაც იკლებს და აქ უკვე ფინანსურმა დანაკარგებმა, სირთულეებმა, ხელშეკრულებების დარღვევებმა და სხვა სახის პრობლემებმა, რაც იძულებულს გახდით, რომ ზოგჯერ დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს, რომელიც ამ შემთხვევაში სულაც არ არის აქტუალური, აი ამ ტენდენციებმა მეორე ნახევარში კვირისას შეიძლება მეტად იჩინონ თავი და მეორე ნახევარი კვირისა ითხოვს თქვენგან ცოტა მეტ სიფრთხილეს და წინდახედულობას. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, პირველი ნახევარი კვირის არის უკვე უკეთესია 18 რიცხვამდე, იმიტომ რომ აქ შანსები კარგი არის უდაოდ რატო? პირადი ურთიერთობა საკმაოდ კარგად წარმატება, სასქესო კონტაქტები კი ბატონო, პარტნიორებით სასკეთოცლებებს შემოიტანენ თქვენს საქმიან და უშუალოდ ურთიერთობებში შეიძლება მოდი ამშვათ რომ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა საკმაოდ კარგად წარმართოს, შტაბიჟილებებით ახსოვს შეიძლება იყოს ეს პერიოდი, სხვა ჩვენს უცხოეთთან მგზავრობა, მოგზაურობაც კი მისაღები იქნება, შეიძლება გააფართოვოთ აქ ნაცნობთა წრე და ამასთან ერთად ახალი ინტერესების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ მეორე ნახევარი ითხოვს ყურადღებას 18 რიცხვის მერე. რატო? აქ უკვე ფაული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები, არასწორი ინფორმაციის და ფეიქების ტენდენცია მოიმატებს. ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, რომ კვირის მეორე ნახევარში კი გადაღალოთ. მაშინ უკვე შესაბამისად დაუშვებ და ემოციურ გაღიზიანებას გამოიწვევთ, რაც კონფლიქტების ფაქტორი გახდება. უმჯობესია კვირის მეორე ნახევარში ენას გველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, არ გაგქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ და მეორე ნახევარი კვირისა ვეცადოთ, რომ ფრთხილად წინდახედულოდ გავიაროთ. ამის შემდეგი კვირა კი თქვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, კვირის პირველი ნახევარი უდაოდ საკმაოდ კარგია, თორე აქ შეძლებთ საკმაოდ რთული საკითხები, საკმაოდ ადვილად გადაწყვეტოს პრობლემების მოგვარებას და არა მარტო საკუთარი, არამედ სხვისი პრობლემების მოგვარებასაც კი. ფინანსური კუთხითაც პირველი ნახევარი კვირისა კარგია, წარმატებულია. აქ შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს, თუმცა მეორე ნახევარში კვირისა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რატო? განსაკუთრებული ყურადღება იმათ, ვინც თქვენ ზურს უკან მოქმედებს აქ, იმიტომ რომ არის გამორიცხული, რომ მათი მხრიდან შეიძლება ინტრიგებს ჰქონდეს ადგილი და მათი ჭორები, ინტრიგები სულაც არ იქნება თქვენთვის სასურველი. ამასთან ერთად კვირის მეორე ნახევარში აღნიშნოთ, რომ პრეტენზიები ან მეტი მოთხოვნილება თქვენ და მithვალსაცემ იქნება უკვე ხელმძღვანელთა მხრიდან. ამას შეიძლება ცოტა დაძაბოს ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ გიჭერთ ურთიერთგაგების პოვნა. ერთმანეთს ვერ უგებთ სათანადოდ, უნდობლობა კოლეგების, ხელმძღვანელების, პარტნიორების მიმართ თქვენი მხრიდან მოიმატებს. ამიტომ ამ პერიოდში არა ის სასუალი ხელშეკრულებების დადება კვირის მეორე ნახევარში, ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება და ეცადეთ მაქსიმალურად მოერიდოთ ყველა სახის საქმეთა გარჩევას და კონფლიქტებს. თუმცა პირველი ნახევარი კვირისა 18 რიცხვამდე კარგი ასევე რეფორმებისათვის, რეფორმატორული მუშაობისათვის და სიახლებისათვის. მეორე ნახევარი ამ ხრივ არ ვარგა. და მეორე ნახევარში კვირისა ეცადეთ რომ არ დაძაბოთ ურთიერთობა მეგობრებთან. რისი ტენდენციაც ასევე არის. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, აღნიშნოთ, რომ კვირის პირველი ნახევარი კარგია. აქ შეიძლება საინტერესო იდეების წინაშე აღმოჩნდეთ, საინტერესო წინადადებები მიიღოთ პარტნიორთა მხრიდან და შემოქმედებით ინჭის უნარის გამოსავლენად პერიოდი კარგია, უფრო თავისუფლად მოქმედებს, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი საკმაოდ მაღალი გაქვთ. მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უფრო რთულია. რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში მაგალითად შეიძლება სირთულეებმა, უნდობლობა, მოდი ასე ვთქვათ, ეჭვიანობა მეტად იჩინოს თავი, ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობა ფრიად სათუო ხდება. თქვენი მოქმედება ნაკლებად კონსტრუქციული და ნაყოფიერია კვირის მეორე ნახევარში. დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდიდან შეხედოთ მოვლენებს და არა თქვენი შიდა პოზიციიდან, რათა უფრო სწორად დაინახოთ სამართლიანობის პრინციპი და ის, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რომელიც აქ მოქმედებენ თუნდაც ამ თუ იმ საქმესთან მიმართებაში. ვეცადოთ, რომ კვირის მეორე ნახევარში არ დავძაბოთ ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან. რამაც შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს კარიერულ განვითარებას და კარიერულ პერსპექტივებსაც კი.
და რაც შეეხება თხის გაზ ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას პირველი ნახევარი კვირისა გაცილებით უკეთესია, თორე ეს ხელს უწყობს კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთგაგების დაასერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას, თვით შეფასების კრიტერიუმი თქვენი რადიკალურად მატულობს, აქ შეიძლება გავლენიანი ნაცნობები გამოჩნდნენ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის დამატებითი შემოსავლის, ასე ვთქვათ, გამოვლენას ან მიღებას თქვენი მხრიდან ძალიან კარგი პერიოდია უცხოეთთან კონტაქტების კუთხით. თუმცა მეორე ნახევარში იგივე უცხოეთი ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ აქ შეიძლება რაღაც სახის სატრანსპორტო პრობლემა ეჩინონ თავი უცხოეთთან მიმართებაში. საერთოდ დაძაბულობა მეორე ნახევარში კვირისა 18 რიცხვიდან მატულობს თქვენ ცხოვრებაში, ეხება არა მარტო სამსახურებრივ სფეროს და ურთიერთობებს, არამედ საოჯახო კონტაქტებსაც კი. იმიტომ რომ აქ კონფლიქტების ალბათობა მათ შორის თქვენსა და შვილებს შორის ეს ტენდენციაც კი გაზრდილდება, არამედ თუ პარტნიორული დაუშვათ კონფლიქტები და თუ რაღაც გადაუწყვეტი პრობლემები ქონდათ, აი ესაც იჩენს თავს. უფრო მეტიც შეიძლება საოკუპაციო მოსართულებმა ეჩინონ თავი, მაგალითად სახლში გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა და შემდგომ. ამან შეიძლება ასევე გამოიწვიოს თქვენი განწყობის შეცვლა, მოგიხდებათ შეიძლება აქ რაც ვქვა დამატებითი სახსრების გამოყოფა ამისთვის, მოგვარება და ეს გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითადი თქვენი საქმეებისა და გეგმებისგან. რაც შეეხება უკვე მერწყულებს, მერწყულთა ცხოვრებაში პირველი ნახევარი კვირისა უდაოდ კარგია, საკმაოდ პოზიტიური და ნაყოფიერია. თქვენ შეგიძლიათ მძაფრი ინტუიციის მეშვეობით საკმაოდ რთული, ჩახრალთული საკითხები საკმაოდ ადვილად გადაწყვიტოთ. აი სხვებს გაუჭირდებათ ამის გაკეთება, თქვენ არა. ამიტომ თქვენს რჩევებსაც მიეცემა საკმაოდ, ასე ვთქვათ, მაღალი ძალა, ავტორიტეტი, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, და თქვენ შეგიძლიათ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, რითიც მინიმუმამდე დაიყვანთ ყველა სახის დანაკარგებს. ეს ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის დასს და პატივისცემას მეტად დაემსახურებთ კოლეგების და ხელმძღვანელების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი პირველ ნახევარში კვირისა. მეორე ნახევარში 18 უკვე სექტემბრიდან კონფლიქტების, დაძაბულობის, გაუგებრობების ტენდენცია როგორც კოლეგებთან, ასევე ახლობლებთან მიმართებაში მოიმატებენ. ეს ამ ხრი იყოთ ყურადღებით. თლიანობაში პირველი ნახევარი კვირისა გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ ხელს უწყობს იგი როგორც საქმიან წარმატებებს, ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ მეორე ნახევარში კვირისა შევიკავოთ თავი კაპიტალ დამატებისა და ზედმეტი ხარჯისგან და ცოტა უფრო ფრთხილად გავიაროთ კვირის მეორე ნახევარი, აქ უმჯობესი იქნება ენაზე კბილის დაჭირა, საკუთარი საიდუმლოს დაცვა და საკუთარი საიდუმლოს არ გათქვა. რაც შეეხება უკვე თევზების ზოდიაქოს, პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესია. აქ უფრო აქტიური ხართ, ენერგიული ინიციატივიანი ინტუიცია საკმაოდ მდგრადია, ავტორიტეტი შეიძლება აიმაღლოთ ამ პერიოდში და ეს პერიოდი კარგია თვით რეალიზაციისათვის. ინტუიცია საკმაოდ მდგრადია, მასზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, მხარდაჭერას მეტად იღებთ მეგობრების მხრიდან, კოლეგების მხრიდან, რაც ასევე თქვენს თვით შეფასებასაც ზრდის. ამიტომ შეიძლება საკმაოდ გლობალური მიზნებიც კი დასახოთ ამ პერიოდში, ზოგიერთ შემთხვევაში რეალიზაციაც კი დაიწყოთ ამისი, მაგრამ მეორე ნახევარი უფრო რთულია. რატომ? იმიტომ რომ აქ შეიძლება ფინანსურმა სირთულეებმა ეჩინონ თავი, იდეურმა ურთიერთწინააღმდეგობამ შეიძლება ეჩინოს თავი, ურთიერთგაგება მცირდება, მათ შორის პარტნიორებთან, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, რამაც შეიძლება კვირის მეორე ნახევარში მეტად დაძაბულოს ურთიერთობები და შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, მათ შორის პარტნიორთა მხრიდან. ამიტომ მაგაცლებით გართულდება საკუთარი პოზიციების დაცვა და ამიტომ ვეცადეთ რომ მეორე ნახევარი კვირისა უფრო მეტი სიფრთხილით წინ დახედულობით გამლოთ. პირველ ნახევარში თუ ურთიერთგაგება პარტნიორებთან მაღალია და ქორწინებისთვისაც კი კარგი პერიოდია, მეორე ნახევარი ამ მხრივ გაცილებით უფრო რთულია. ითხოვს მეტ თავდაჭერას, მოთმინებას, სიფრთხილის წინ დახედულობის გამოვლენას თქვენი მხრიდან, რათა არასასწრაფო პრობლემების და სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ეს ზოგადი ტენდენციებია 12 ზოდიაქოს ნიშნის და უხლის ერთი კვირის განმავლობაში საუბარია 15-21 სექტემბრის შუაში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. ეხლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებთან ერთად თითოეულ დღეს გადავხედოთ. შემდეგი კვირისა და 15 რიცხვი არის ხვალ, ორშაბათი დღეა, გეომაგნიტურია ეს დღე. გეომაგნიტურით შეგახსენებთ, ეს არის დღე, როდესაც ნეგატიური კოსმოსური ენერგიები მეტად უქმნიან პრობლემებს ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და ნებისმიერ ნიშანს ეხება თავისთავად, რაც შეიძლება გახდეს გამოწვევი მიზეზი ამ დღეს თავისკივილების, ოგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებებისა. ამ შემთხვევაში თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად
წნევას მიაქციეთ ყურადღება და გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და შესაძლებელი და გვარად შედარებით დაისვენეთ. ასევე მოდით ავშვით, რომ ეცადეთ აუცილებლად ხვალ იპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილება თუ რაიმე საკამათო საკითხი შეიქმნა, გინ სახლში, გინ სამსახურში. კარგია მაგალითად ეს დღე წარსულის ანალიზისათვის, კრიტიკული გააზრებისათვის, საგუთარებო ქმედებისა შესაბამისი დასკვნების გამოტანით. აგონტროლეთ მეტად საგუთარი აზრები და მოერიდეთ არამოტივირებულ მოქმედებებს. შესაძლებელია ხვალ განწყობის ცვალებადობამაც იჩინოს თავი. Აღნიშნოთ, რომ რადგან ინიციატივის ნაკლებობა შეიმჩნევა, ამას შეიძლება ცოტა სირთულეებით შექმნას ურთიერთობებში. Აღნიშნოთ, რომ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს ღამის 2 საათიდან 5:30-მდე ეს ღამე ხდება, ამიტომ ვინც მოგზაურობს ამ დროს და საკმაოდ ბევრი ესეთ ზოგი აეროპორტში მიდის, ზოგი სადაც შეგო, ამიტომ მათ ამ პერიოდში ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება მძღოლებს გვერდად მოსარულის გულისხმობთ, იმიტომ რომ ყურადღების მოდუნების და აქედან გამომდინარე ტრავმატული ტენდენციების ალბათობა იქნება მაღალი. ჯანმრთელობის კუთხით ხვალს უსწრება მკერდი, კუჭი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. Ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე თხის დგას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 16 სექტემბერს, ეს არის სამშაბათი დღე, აქ მოდი ავშვით, რომ ეს დღე ცოტა რთულია მოლაპარაკებების და გადაწყვეტილებებისათვის, მეტ სირთულეები წარმოიქმნება. გამოცდას გაევლიან აქ თქვენი სულის სიმტკიცის ფაქტორები. ახალი იდეები ძველი პრობლემების მოგვარებაში მეტად დაგეხმარებათ სამშაბათს. პარტნიორთანაც შესაძლებელი იქნება რთული საკითხების განხილვა და სხვა შორის კომპრომისების მიღწევაც კი. და უშუალოდ შედეგიანი კბილების, სახსრების, მუხლების, ხერხემლის, ძვლების კურნალობა, კარგია დიეტური კვება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ცხადია ამ ორგანოებთან მიმართებაში სამშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და კვების კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით, ძალიან გადაავალით კუჭს ზედმეტი საკვებით, ამასაც მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამ დღეებში ტრადიციულად თვითგამწმენდი მდგომარეობა გეგრძელებული კუჭს და ამიტომ ზედმეტი მისი დატვირთვა საკვებით არ იქნება მაინდამაინც სასურველი. პოზიტიურია სამშაბათი კუროს, კერჩხების, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 17 რიცხვს, 17 სექტემბერი ეს უკვე 4-შაბათი დღეა. 17 რიცხვი სექტემბრის არის 4-შაბათი დღე. განსაკუთრებული ყურადღება დილის საათებს, დილის 7 საათიდან დილის 9 საათამდე 22 წუთამდე ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ეს გენიშნავს, რომ მაგ ზედმეტად დუნდება. ამ ზეგავლენის შედეგად ყურადღება ადამიანებს შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიების, რაც ითხოვს სათანადო ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსარულებისაგან ამ ტენდენციების მიმართ. ასევე ვამბობთ, რომ მოუფიქრებელ და კარგად მოუმზადებელ საქმეებს ხელს მოკიდებთ 4 შაბათს. მერე ამას დიდი პრობლემები მოყვება. დაუგდეთ ყური თქვენს ინტუიციას, საკონტროლოდ გადამეტებული პატივმოყვარეობა ხასიათში არ აყვეთ თუნებებს, კრიტიკულად გაიაზრეთ თქვენი მოქმედებები. და ეს ის პერიოდი, რომელშიც გამოიყენეთ პარტნიორთანებში მეტად იუმორი. ეს უფრო მეტად საერთო მიზნებსაც განამტკიცებს და ურთიერთობებს. შედეგიანია 4 შაბათს თვალების, ვენების, ნერვული სისტემის კურნალობა. და საგვიბრაციონში მეტად შეიტანთ მოთუშულ ბოსტნეულს, ხილს და ზღვის პროდუქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად გაამაგრებს თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტს. მაგრამ ამავდროულად, მოდი ასე ვთქვათ, 4 შაბათს, 5 შაბათს აი ამ დღეებში განსაკუთრებით და უკვე პარასკევს დაახლოებით 17 საათამდე, მოდი ასე ვთქვათ, სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა. ამიტომ ამ დღეებში ნუ გადაღლით გულს, არავით არის გადაღლა, არავით არის ზედმეტი ნერვიულობა, არავით არის საუნა, არავით არის სოლარიუმი, ზედმეტი სიმძიმეების აწევა და შეგო. ამას მაქსიმალურად მოერიდოთ. და უშუალოდ ისიც რომ 17-ში 4 შაბათს ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება სწორედ გულსიზარღვანი სისტემა და ხერხემალი, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგი იქნება 4 შაბათი ვერძის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 18 სექტემბერს, აი 5 შაბათი დღე აქედან იწყება გარდატეხა, დედამიწა შედის უარყოფითიან გოველში და დღე გეომაგნიტურია. ამიტომ ეს გეომაგნიტური ტენდენციები ამ დღისა მეტ სირთულეებს უქმნიან
თავისთავად ადამიანის განწყობას, გულსიზარღვანს სისტემა შეიძლება იყოს დისკომფორტული სიტუაციებით შეიქმნას, ამიტომ ვეცადოთ უკვე ხუთშაბათს რომ მეტად თუ რაღაც პრობლემები შეგვექმნა შინაგანი რავშოთ განწყობის კუთხით, თუნდაც თავის კივილის კუთხით და შეგო აუცილებლად წნევას მიაქცეთ ყურადღება და აუცილებლობის შემთხვევაში პროფილაქტიკა წნევისა, მათ შორის ზოგისთვის ყავა შეიძლება იყოს, ზოგისთვის წამალი და ასე შეგო. და 18 რიცხვიდან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ასევე სხვა კუთხითაც, არა მარტო იმიტომ რომ დედამიწა ორგულთელ ველშია, არამედ მაგალითად 18 რიცხვიდან 6 ოქტომბრამდე ინტელექტის და გონების ასევე კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური გადაენაცვლებს სასწორის ზოდიაქოში. ქალწულიდან და ამ პერიოდში იგი მეტად ამზე გავლენის შედეგად განავითარებს ადამიანებში გონება, მახვილობას, კომუნიკაბილურობას, მშვიდობიანობისადმი მიდრეკილებას, დიპლომატიურობას, ხასიათში კომპრომისების მიღწევის უნარს, სამართლიანობის გზნობას, სილამაზის აღქმის უნარს, გააძლიერებს ადამიანში შემოქმედების შესაძლებლობებს, ეს დადებითი, მაგრამ აძლიერებს უარყოფითსაც. სასწორის აივარყოფითიდან რა შეიძლება გამოღოთ, მაგალითად შეიძლება განავითაროს მეტი სულსწრაფობა, უყაერათო ფულის ხარჯვისადმი მიდრეკილება, შინაგანი მერყეობა, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობა. ცხადია, ესე იგი 6 ოქტომბრამდე უკვე 18 სექტემბრიდან რა უნდა ვქნათ ამასთან დაკავშირებით, უარყოფით ვისებებს, რომ ჩვენ ახლა აღვნიშნეთ მაქსიმალური კონტროლი და უწესეთ, რათა ეს არ გახდეს ხელშემშელი ფაქტორი თქვენი წინსვლის და დადებითი მაქსიმალურად გამოვლინეთ. რაც შეეხება თვით დღეს, შესაძლებელი იქნება ხუთშაბათს გამჟღავნდეს მნიშვნელოვანი საიდუმლო. აქ მცირდება ცოტა ენერგია და არ ვარ გასაბუთებზე ხელმოწერა, ახალი საქმის დაწყება. საგვიბრაციონში აქაც გამოიყენოთ ხილი და თევზეული პირველ რიგში, ასევე მოთშული ბოსტნეულის იქნება კარგი. აქაც მოვერიდოთ გულის გადაღლოს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტებას, სწორედ გულსიზარღვანის სისტემა, ხერხემალი ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში ხუთშაბათს აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხუთშაბათი დღე ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანდათვის. გადავედით პარასკევ დღესთან, 19 სექტემბერია პარასკევი და აქაც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ცისკაბადონზე. ანუ 19 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა კი იტოვებს ლომის ზოდიაქოს და გადაენაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად უკვე იგი ამ პერიოდში, რომელიც ახლა აღვნიშნეთ, იგი მეტად განავითარებს პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებში, მათ შორის წესრიგისადმი, სისუფთავისადმი მიდრეკილებებს, ტრადიციების პატივისცემას, მეტად პრაგმატულ მოქმედებას, ორგანიზებულობას, პუნქტუალურობას, ამავდროულად მათ შორის განავითარებს მეტპასუხისმგებლობას პარტნიორისა და პარტნიორული ურთიერთობებისადმი, თუმცა განავითარებს არა მარტო ამ დადების, არამედ უარყოფითობებსაც, როგორც არის წვრილმანებისადმი ჩაძიება, ზედმეტი კრიტიკულობა, პირდაპირობა და სიჯულტის გამოვლენა. რაც შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებში ზოგიერთ შემთხვევაში გახდეს გარკვეული წინაპირობა დაძაბულობის. ამ ნეგატიურ ტენდენციებს აქ მეტი ყურადღება დავუთმოთ და ვეცადოთ არ გამოავლინოთ. დავუშვათ ისიც, რომ სამაგიეროდ ეს მოვლენა პლანეტა ვენერას გადასვლა 14 ოქტომბრამდე ქალწულის ზოდიაქოში მეტად ხელს შეუწყობს მედიცინის, მეცნიერების, პედაგოგიკის, საბანკო, საფინანსო სისტემების მეტად განვითარებას, მათ შორის მატერიული თვალსაზრისითაც. რაც შეეხება დღეს თვითონ პარასკევ დღეს მეტი ყურადღება გმართებთ მოვლენათა მსვლელობის მიმართ. შესაძლებელია მიიღოთ უმაღლესი ძალებისგან გარკვეული მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია დღის პირველ ნახევარში განახორციელოთ მეტად, იმიტომ რომ შემდგომ მოვლენები უკვე არაპროგნოზირებად ელფერს შეიძენენ. და აქაც გავუფრთხილდეთ გულსიზარღვან სისტემას 17 საათამდე. მერე უკვე ნელ-ნელა ეს ზონა გაძლიერდება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება, ესე იგი, გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. პოზიტიურია ეს დღე ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანდათვის. გადავსვლით უკვე 20 სექტემბერთან და ეს უკვე 20 და 21 ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ ყველა ვარიანტში. უკვე 19-ში დღის მეორე ნახევრიდან იწყება ეს პროცესები, რომელიც დაკავშირებულია გეომანტიის გაძლიერებასთან და მზის დაბნელებასთან, არაადეკვატურ მოქმედებებთან. უკვე ვიმეორებ, დაიწყება 19-ში საღამოს.
20-ში და 21-ში ითხოვს ყველასგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს. 20-ში, ანუ შაბათს გეომაგნიტურია თან ეს დღე, ავტომატი პრობლემები შეიძლება შეუქმნას მან ადამიანთა გულსიზარვას სისტემას, ნერვულ სისტემას, ამიტომ მეტი კონტროლი ამ ზონას, იგივე წნევის გაზომვის კუთხით, რათა მე რაიმე სახის პრობლემები არ ეჩინონ ამ მხრივ თავი. და შესაბამისი პროფილაქტიკა, ამიტომ საჭირო იქნება ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ მოვერიდოთ შაბათს ავიაგადაფრენებს ამ ზის დაბნელების წინ, რომელიც უკვე 21-ში კვირას გველოდება, არაყვეთ შაბათს პროვოკაციებს, გავფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ უკვე მეტად თქვენი ემოცია, იდუმალი მოვლენების ტენდენციაც მოიმატებს ამ პერიოდში. შესაძლებელია არაპროგნოზირებადი სიტუაციების შექმნა. აგრეთვე შესაძლებელია გეგმებისა და განწყობის სწრაფცვლილებას ჰქონდეს ადგილი. პარტნიორთმოქმედებებში კი შესაძლებელი იქნება ასევე ზოგიერთი საკითხის სწრაფად გადაჭრა. Აღნიშნოთ ისიც, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტება შაბათს კუჩქეშა ჯირკვალი ელენთან ნაწლავთა სისტემა ოპერაციების ჩატარება პირველში ამ ორგანოებთან ვერთებაში არ იქნება სასურველი და პოზიტიურია ეს დღე კერჩხების და თხის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 21 ეს უკვე სექტემბერი კვირა დღეა და აქ ჩვენ სწორედ გვაქვს უკვე ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. ამიტომ დღე გეომაგნიტურია თავისთავად, შეიძლება იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ წნევას მიაქცევთ ყურადღება, განწყობას და ასე შემდგომ. ანუ ერთდროულად ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. პიკს მიაღწევს იგი 23 საათზე 54 წუთზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს თავისთავად. ეს არის მძიმე ენერგიების და მოვლენების დღე. მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ეს მოვლენა მეტად განაპირობებს აგრესიის, დეპრესიის გამოვლინებებს, ტრავმულ ავარიულ ტენდენციებს, კონფლიქტებს, სხვადასხვა სახის თუნებების, შეცდომების გამოვლენის ტენდენცია მატულობს. კრიტიკულობა გაიზრდება ადამიანთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ, შესაძლებელია ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა ნეგატიური გამოვლენებები მეტად იშენდეს თავს. იღავით ამიტომ ყურადღებით. ნუ იქნებით მეწარმე, ზედმეტად პრაგმატული, მოიმატებს ხასიათში პესიმიზმი, ფსიქოლოგიური ნევროზული პრობლემების გამოვლენის ტენდენცია. ამ დღეს ყველა მიიღებს იმას, რასაც რეალურად იმსახურებს. აკონტროლეთ და გამოასწორეთ მავნე ჩვევები და ხასიათის ვეროფთვისებები. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. ეს არის გარკვეულწილად სულიერი გარდაქმნის პერიოდი. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. სწორედ თვალის აღების და სულის ერგოდაბინძურების საფრთხე საკმაოდ მაღალია. ასევე მოვერიდოთ ალკოჰოლს ასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებს, ტოქსიკურ ურთიერთობებსა და ამდაგვარ ადამიანებთან ურთიერთობებს, ახალი საქმის დაწყებას, სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გაწყვეტილებების მიღებას. მაღალია კვირას ინტრიგების მოტყუების ალბათობა. რადგან აქ ზედამთვარე ქმნიან ფრიად დაძაბულ ურთიერთობებს ისეთ პლანეტებთან როგორც არის სატურნი და ნეპტუნი, მათ შორის დაპირისპირება 180 გრადუსიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით თხილად იყავით მთიან ზონასთან, მთის კენწეროებთან და ასევე ზღვასთან და ისეთ ადგილებთან, სადაც ჩვენ გვაქვს წყალი. შეიძლება იყოს მდინარეები და ან მათი ადიდების, ან სხვა სახის შტორმის და სხვა სახის ტენდენციების ალბათობა მაღალია და ამ ხრივაც ვიღოთ ამ ადგილებთან მეტად თხილად იგივე დავუშვათ მთიან ზონაში შეიძლება დავუშვათ მეწყერი ჩამოწვეს და შემდგომ ამიტომ შესაბამისი სამსახურები უნდა იყოს შესაბამის მზადყოფნაში ამდაგვარი ტენდენციების მაღალი ალბათობის მიმართ. პოზიტიურია კვირა კუროს, ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს რაც შეეხებოდა ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შემდეგ კვირას სათითაო დღეების და მიხედვით. ეხლა რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს შემდეგ კვირისა, ნუ მოდით გავითვალისწინოთ, რომ ვისაც განზრახული თმის შეჭრა, გვაქვს დღევანდელი დღე, სხვათა შორის კარგი და მე უკვე 18 რიცხვი სექტემბრის. აი ეს ორი დღე გამოიყენეთ დღეს და 18-ში. დარჩენილი დღეები არ ვარ და ეხლა რაც შეეხება იმათ, ვინც არის ბიზნესთან, ფინანსებთან დაკავშირებული, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 15-დან 19 სექტემბრის შუალედს კარგია კონტრაქტების დასადებად. აღნიშნოთ, რომ აქ შეიძლება რაღაც საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. ნუ თუ კარგად გაიაზრებთ და ჩათვლით, რომ კარგია იგი თქვენთვის, კი ბატონო, შეიძლება აქ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მაგრამ უკვე 20-21 ფრთხილად
აქ უკვე მოვარდნოთ ყველა სახის სერიოზულ მოლაპარაკებებს, კონტაქტებს, ხელშეკრულებების ხელმოწერას და შემდგომ ფინანსურ კაპიტალდაბადებას და ფინანსურ ხარჯს ეს ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. რაც შეეხება მოგზაურობას ამ კუთხითაც მოდით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ აი განსაკუთრებით 15 რიცხვში კარგია, ხვალინდელი დღეს ჩვენს მოგზაურობისთვის, მივლინებისთვის, შეიძლება ესე ვთქვათ, ხოლო უკვე 16 რიცხვიდან რთული პერიოდია. აი სამშაბათიდანაც კი უკვე რთულდება მოგზაურობა და აღვნიშნოთ, რომ აქ არა მარტო ტრავმატულ ტენდენციებმა შეიძლება ჩვენ თავი არ მოჩვენოთ, შეიძლება გზაშიც რაღაც ინფექცია. ან რაღაცა სხვა, მათ შორის შეიძლება გასტროენტეროლოგიური ინფექციის წინაშე აღმოჩნდეთ. ან სხვა სახის სხვა შორის გრიპებმა მეტად შეიძლება ეჩინონ თავი უკვე ეს ტენდენციები ამ კვირაში თვალშესაცემი იქნება და ამხრივაც ვთქვათ ყურადღებით საზოგადოებრივ ადგილებში მithumetes ასეთი ინფექციების ტენდენცია მოიმატებს და ეხავით ყურადღებით. ყოველ შემთხვევაში ცოტა მეტი სიფრთხილე გზაში. Τώρα αξარსკვა სახის სერტულეებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. რაც შეეხება სასწავლო პარტნიორულ ურთიერთობებს, ესე იგი ხვალიდან 19 სექტემბრის ჩათვლით კარგი ეს პერიოდი რომანტიკული ურთიერთობებისათვის, მაგრამ 20-21 ძალიან ფრთხილად. არავით არის საქმეთა გარჩევა, არავით არის კონფლიქტი, იმიტომ რომ ამის ტენდენცია იქნება ძალიან მაღალი. და ამ ხრივ ცოტა ყურადღებით. ეხლა ვისაც აქვს განზრახული მკურნალობის დაწყება, მათ საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი იქნება 15 და 16 რიცხვები სექტემბრისა. ხოლო რასკვლელია 21-ში ვიკავებ თავს. დანარჩენი დღეები საშუალოა. რაც შეეხება სამსახურის შეცვლისთვის 15, 18 რიცხვები კარგია, 20-21 არა, დანარჩენი საშუალოა. ხელშეკრულებების დასადება 15, 18, 19 სექტემბრის დღეები მისაღებია, ხოლო 21 და 20 ნაწილობრივ არ არის სასურველი. ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 18 რიცხვი, 19 რიცხვის შორის არ იქნება ცუდი. და არ ვარგა 17 რიცხვის დღე და არ ვარგა ასევე 21. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვას და ახალბინაში გადასვლას, ყველაზე კარგი იქნება 16, 15-იც კარგია, სხვა ხვალინდელი დღე, 16 სექტემბერიც კარგია. ეს დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ, 20-21 აქ თავი შევიკავოთ. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის კარგია 17 და 18 სექტემბრის დღეები, არ ვარგა 21 სექტემბერი. სხვილი საკრებლებისთვის ყველაზე კარგი იქნება ამ შემთხვევაში 16 რიცხვი, ამ დღის გამოყენება. არ ვარგა 15, 18, 21 სექტემბრის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 18, 19 სექტემბერი, არ ვარგა 17 და 21 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. ეხლა მოდი აღვნიშნოთ უკვე წოდებული თქვენ იცით დღეები, რომელსაც ჩვენ უწოდებთ საფინანსო დღეებს, ანუ საფინანსო რიტუალების შესრულების დღეებს, რომელსაც ესა თუ ის მოქმედება იზიდავს ფინანსურ ეგრეგორს და ფინანსურ შესაძლებლობებს. ამ პირიქით შეიძლება განზიდვა მოხდეს. აი რა მოვლენები შეიძლება აკიჩენდეს თავს კონკრეტულად, აი მაგალითად ხვალ. ხვალ ნებისმიერ ქველმოქმედება მოიზიდავს თქვენდამი ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ ხვალ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ან აღება, ასევე კრედიტის გაფორმება. 16 სექტემბერს სამშაბათს კარგია, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. თუ კარგად იქნება მომფიქრებული, ინვესტიციაც მისაღებია. ეს გაზრდის ფინანსურ ეგრეგორს და შესაძლებლობებს. 17 სექტემბერს 4 შაბათს აქ მაგალითად კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალდაბანდება და საათის შეძენა. ეს ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს შემდგომ. 18 სექტემბერს კარგია ნებისმიერ ქველმოქმედება, მაგრამ აქ არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 19 სექტემბერს პარასკევს აქ თუ კარგად არის გააზრებული ყველაფერი მოფიქრებული, ასე ვთქვათ, კაპიტალდაბანდება იქნება მისაღები, ასევე ვალის დაბრუნება და საათის შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში 19-ში ნუ ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წავა ზედმეტი თანხა. 20 სექტემბერს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის გადაცვლა. და 21 სექტემბერს კვირას კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში აღება ან გაცემა და არავითარ კრედიტთან არ კონდეს ურთიერთობა. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის საათს, მოდი აღვნიშნოთ, რომ მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში, აი ჩვენ გვაქვს 15 რიცხვი, ხო, ხვალინდელი დღე. აი ხვალ მაგალითად 15-ში.
ანგელოზის დრო იწყება 12 საათზე 46 წუთზე 13 საათამდე 37 წუთამდე გასტანს. ანუ ამ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ფარველ ანგელოზს თხოვნით. თუ გეკუთვნით ეს თხოვნა და იმსახურებთ ამას ის შესრულდება, მაგრამ თავარი საერთოდ თქვენ ამ დროს აგებინებთ, შედიხართ უდაოდ კონტაქტში საკუთარ ფარველ ანგელოზთან. შემდეგ უკვე 16 რიცხვი სამშაბათი დილის 9 საათიდან 5 წუთიდან დილის 10 საათამდე 2 წუთამდე. 17-ში 4 შაბათს 15 საათიდან 10 წუთიდან 16 საათამდე 3 წუთამდე. 18 რიცხვში დილის 8 საათიდან 13 წუთიდან დილის 9 საათამდე 12 წუთამდე. 19-ში 8 საათიდან დილის 40 წუთიდან დილის 9 საათამდე 35 წუთამდე. 20-ში შაბათს 11 საათიდან 55 წუთიდან დღის 12 საათამდე 42 წუთამდე და 21-ში დილის 10 საათიდან 14 წუთიდან დილის 11 საათამდე 7 წუთამდე. ეს არის უკვე ანგელოზის დრო. და კიდევ ერთ ტენდენციას მინდა გავუსვა ხაზიო, რადგან ჩვენ ფაქტობრივად ჯერ კიდევ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ვარ და ეს ბოლო კვირა, როდესაც მზე და პლანეტა მერკური იმყოფებიან ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, ზოგადად შტრიხებს გადავავლოთ თვალი, აი რა ტენდენციებია მსურნელი ამ კვირის განმავლობაში, ძალიან კარგია მაგათად კარიული განვითარების, ოღონდ შაბათ-კვირის გამგლებით. ეს დღეები, რას უკვე იცით, თქვენ მძიმეა, რთულია, აი დანარჩენი პერიოდები. კარგია მაგათად კარიული განვითარებისთვის, ამას უწყობს ხელს. რაც შეეხება ფინანსური კუთხით, ეხლა დიდი წარმატებების ფაქტორი აქ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ აუცილებლად ითხოვს ქალწული ეკონომიურ ხარჯვას თანხების. აი ეს აუცილებელი პირობა, რომ ზედმეტ დანახარც არ ქონდეს ადგილი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოდი ასე ვთქვათ, ნელ-ნელა კვირის ბოლოსკენ ცოტა ინფექციური დაავადებების, გრიპების ტენდენცია მოიმატებს. და ასევე შესაძლებელია ქრონიკულმა დაავადებებმაც უფრო მეტად ეჩინონ თავი. ამიტომ პროფილაქტიკა ჯანმრთელობისა, ვარჯიშები და შემდგომ ამ პერიოდში იქნება ძალიან კარგი. არავითარ შემთხვევაში ცუდი აზრები არ წამოწიოთ წინაპლანზე. ეს გამოიწვევს მერე დეპრესიულ ელემენტებს, მithom ამინდის უწყობს ყოველივე ამას ხელს. პირიქით ოპტიმიზმი წინაპლანზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავუშვათ ისიც, რომ მაგალითად ამ კვირის განმავლობაში დასავლეთი მხარე თქვენ სახლში იქნება ძალიან კარგი ენერგიების მატარებელი. ამიტომ რაც მეტად თქვენ დავუშვათ წამოწვევებით ან დაждებით დასავლეთ მხარეს თქვენი სახლისა, რომ მეტ სასიკეთო ენერგიებს მიიღებთ აქედან. და დავუშვათ ისიც, რომ თქვათ ვარჯიშების კუთხით, კი ბატონო, ქალწულის პერიოდი აუცილებლად ითხოვს ვარჯიშებს, ოღონდ არა გადაღლას. დაღლას კი, მაგრამ გადაღლას არა. მეტი მოძრაობები. აი მაგათ ირბინეთ, კი ბატონო, ველოსიპედი იქნება კარგი. უბრალოდ ისე ერნად თუ გნებავთ ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ გადაღლა არა. აი ამას მეგცეთ, უბრალოდ მაგათად კარგი აერობიკა, კარგია მაგათად ცეკვები, მათ შორის სპორტული ცეკვები, ქორეოგრაფიის ათვისება, ამ პერიოდისთვის ეს ძალიან კარგია. და სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება. რაც შეეხება კვებას, მაგალითად ცოტა თუ იქნება ესეთი ცხარე, საკვები არ ექნება ცუდი. სხვა შორის, მათ შორის აჯიკა შეიძლება გამოიყენოს სხვა სახის სხვა ცხარე, ასე ვთქვათ, პროდუქტები და აუნიშნოთ ისიც, რომ აქ მაგალითად ხილი, ბოსტნეული, წინაპლანზე უნდა წამოიწიოს ზღვის პროდუქტები, წინაპლანზე უნდა წამოწიოთ, რაც იქნება ძალიან კარგი. არ ვარგა ამ კვირაში ფრინველის ხორცი, მოვერიდოთ ცოტა ასე ვთქვათ მზეს უმზირას და ასევე თხილს. აი ეს თხილი, დავუშვათ კაკალი, ეს მაინდამაინც სასურველი ამ პერიოდში არ იქნება. აი შემდეგ კვირიდან უფრო მეტად. და აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ კვირასთან იქნება დაკავშირებული. ახლა ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ესე ვთქვათ რეზუმეც გავაკეთოთ. ესე იგი პირველი ნახევარი კვირისა უკეთესია 18 რიცხვამდე, მეორე ნახევარი ცოტა მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, დედამიწა უერთველში გადადის და ამავდროულად მზე უერთდება მთვარეს, ოპერისპირდება პლანეტა სატურნს და პლანეტა ნეპტუნს, ეს ხდება 20-ში და 21-ში, განსაკუთრებით აქ თვალშისაცემი იქნება და ჩვენ აქ გვექნება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. ანუ დასრულდება ამით დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიწყო 7 სექტემბერს მთვარის დაბნელები და აი სწორედ ამ კვირას 21-ში დასრულდება ეს დაბნელებების დერეფანი. და მთლიანობაში ეს ნეგატიური ტენდენციები დერეფნის შლეიფი გაგრძელდება 25 რიცხვამდე. 25-ის მერე უკვე შედარებით უფრო დამშვიდდება საერთო სიტუაცია. ეს ზოგადად ტენდენციები ამ პერიოდისა და ავნიშნოთ, რომ
ხვალდილით ჩვენ რეალურად ჩვენ უკვე ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას. ხვალდილით თქვენ ნახავთ განმეორებით დღევანდელ ჩვენს გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილის 11 საათზე, ასევე იმედია რომ დაიდება იგი ასევე YouTube-ზე, Facebook-ზე და აქედანაც შეძლებთ ამ ინფორმაციის მიღებას და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ განვაახლით უკვე გადაცემები 15 წუთი რომ დააგდება ხვალ ორშაბათს სწორედ დილით 9 საათს რომ დააგდება 15 წუთი ამ დროს ტელე იმედში შეგიძლიათ მიხილოთ დილის გადაცემაში, მერე უკვე 10-20 წუთზე გადავესლებთ რადიო იმედში და მერე უკვე დილის 10 საათისთვის პოსტივის დილის გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს. კიდევ საყურადღებოდ მინდა გითხრათ რომ რუსთავი 2-ზე მე შუადღის გადაცემიდან გადავესვლებ დილის გადაცემაში და პარასკევს გვექნება ყოველ დილით სადღაც 9 წუთებზე დაახლოებით შეხვედრა სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ აქ. ასევე რადიო ფორტუნა ტრადიციულად უკვე რამდენი წელიწადია და მადლობა მის ხელმძღვანელობას პირველ რიგში იმისთვის რომ გაწვდით ამ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ დღეში სამჯერ მაინც ვახმოვანებთ და ეს ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და რუსული ასოვალ-დასოვალი გაზეთი ჟურნალის პელისელები ყოველ ორშაბათს გაზრდიან ინფორმაციას შესმეერ მოწოდებულს, ამ ინფორმაციით ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული, იმედია წარმატებული. და კიდევ ერთხელ ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, მობრძანთ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, ტელეფონი 599 91 52 38. ამ ინფორმაციით საუკვეთ სურვილებით დღეს მე ამით გემშვიდობები და ჩვენ უკვე 10 ყოველ კვირას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ დანარჩენ თემებზე და დანარჩენ მოვლენებზე, რომელიც მომავალში იქნება მოსაუბნელი. ეგ ჩემი თხოვნა ყველასგან, რომ მეორე ნახევარში კვირის და განსაკუთრებით 20-21 რიცხვები სექტემბრის და შაბათი კვირა განსაკუთრებით ხილად წინდახედულად გავიაროთ. აქ მეტი იუმორი, მეტი თავდაჭერა ურთიერთობებში, მეტი ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, მეტი სიფრთხილე ჯანმრთელობის, ტრამლავარიული და კონფლიქტური სიტუაციების მიმართ. ამით გვერდიოვანდა ვართ ამ ნეგატიურ ტენდენციებს, ამიტომაც ხართ გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკვეთ სურვილებით მე დღეს ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.